და ხმამაღლა და ნათლად განვაცხადო ევროკავშირი გმობს ძალადობას ნებისმიერი სახით, ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი პირის მიერ. საქართველოში ევროკავშირის ელჩის ეს პასუხი საკმარისი და დამაჯერებელი არ არის მმართველი გუნდისთვის, რომელიც 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ითხოვს მათგან მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას. პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის თაობაზე ბრიუსელის სიჩუმის პარალელურად თანამოაზრებთან ერთად ხმაურიანი ვიდეო მიმართვა გაავრცელა შვედეთის პარლამენტის ევროპის საქმეთა კომიტეტმა, რომლის მიზანიც რუსთაველის გამზირზე პროტესტის მხარდაჭერა. 4 ოქტომბრიდან 3 კვირაა გასული, თუმცა პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული პროცესები ამ დრომდე გამოძიებისა და პოლიტიკური შეფასებების თემაა. ამ დრომდე ისმის პასუხგაუცემელი კითხვაც პოლიტიკური პასუხისმგებლობის შესახებ. თუმცა, როდესაც პასუხისმგებლობაზეა საუბარი, მმართველ გუნდში თვლიან, რომ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ამ პროცესში აქვთ გარე აქტორებსაც. ამ ფონზე კი პარლამენტის თავმჯდომარე სვამს კითხვას, რატომ დუმს ბრიუსელი და რატომ არ გმობს პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს. დუმილი და ძალადობის არ დაგმობა კი მმართველი გუნდისთვის ოპონენტთა და უფრო კონკრეტულად 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორთა მხარდაჭერა. მაშინ ისინი არა თუ არ ემიჯნებიან ძალადობას, არამედ ან საკუთარი დუმილით, ანდაც პირდაპირ წახალისებით ხელს უწყობენ რადიკალებში, ამ გარკვეული რადიკალური მიმართულებების გაღვივებას. ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი გავიგოთ ჩვენი პარტნიორებისგან. არის ძალადობა მათთვის მისაღები, თუ ეს არის დასაგმობი. ბრიუსელი თავისი სიჩუმით კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ძალმომრეობის და ძალადობის იმპულსები სწორედ ამ ცენტრიდან მომდინარეობს. მმართველი გუნდისთვის საკმარისი და დამაჯერებელი არც ის განცხადებაა, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ ევროკავშირის ელჩისგან მოისმინა, სადაც ჰერჩინსკი ამბობს, რომ ევროკავშირი ნებისმიერი სახისა და ფორმის ძალადობას გმობს, თუმცა კონკრეტულად 4 ოქტომბრის განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ელჩს არაფერი უთქვამს. ამ ნაწილში ის მხოლოდ გაია კალასის 5 ოქტომბრის განცხადებას იხსენებს. პრეზიდენტის სასახლის შტურმზე არაფერია ნათქვამი იმ ვიდეო მიმართვაშიც, რომელიც უკვე დღეს შვედეთის პარლამენტის ევროპის საქმეთა კომიტეტმა გაავრცელა და სლოვაკეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ლუქსემბურგის, ფინეთის, ავსტრიის პარლამენტების, ევროპულ და საგარეო საქმეთა კომიტეტების წარმომადგენლები და პოლონეთის სეიმისა და სენატის წარმომადგენლები უერთდებიან. მიმართვის მიზანი კი რუსთაველის გამზირზე მდგარი პროტესტის მხარდაჭერა. ჩვენ გვინდა დავადასტუროთ ჩვენი განგრძობადი მხარდაჭერა ქართველი ხალხის მისწრაფების მიმართ დემოკრატიის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლისკენ. ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურ პროტესტს რუსთაველის გამზირზე, როგორც საქართველოს მომავლის იმედის შუქურას და ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ. მინდა ხმამაღლა და ნათლად განვაცხადო, ევროკავშირი გმობს ძალადობას ნებისმიერი სახით, ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი პირის მიერ. ეს ევროკავშირის პოზიციაა. კერძოდ, საქართველოს შემთხვევაში ადგილობრივი არჩევნების მეორე დღეს, 5 ოქტომბერს, უმაღლესმა წარმომადგენელმა, ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში პასუხისმგებელმა კომისარმა მარტა კოსმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც მოუწოდებენ არ დაუბრუნდნენ ძალადობას. ჩვენ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ვუჭერთ მხარს. ჩვენ ვგმობთ ძალადობას და მოვუწოდებთ ყველას დიალოგისკენ. მაშინ როცა ქართული ოცნება 4 ოქტომბრის დაგმობას დასავლეთისგან ელის, ქვეყნის შიგნით ოპოზიცია 4 ოქტომბრის მოვლენებსა და პასუხისმგებლობაზე საუბრისას აქცენტს სწორედ ქართულ ოცნებაზე აკეთებს. მაგალითად, ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ ევროპელი პარტნიორები კარგად ხედავენ ქართული ოცნების პოლიტიკას და შესაბამისად არც დუმილი და არც კრიტიკული პოზიციები გასაკვირი არაა. განსხვავებულია გირჩის პოზიცია, სადაც მიაჩნიათ, რომ 4 ოქტომბერზე თუ ვინმეს რაიმე აქვს სათქმელი და ვინმემ რაიმე უნდა თქვას, ეს არა ელჩები ან ევროპელი პოლიტიკოსები, არამედ პირველ რიგში ქვეყნის შიგნით ოპოზიცია. ის ოპოზიცია, ვინც მოქალაქეებს 4 ოქტომბრამდე მშვიდობიან დამხობას პირდებოდა, მაგრამ ვერ შემდგარი რევოლუციის შემდეგ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გაურბიათ. მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში არა ბატონ ჰერჩინსკის, არამედ ჩვენს იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს უნდა მოეთხოვოთ პასუხი 4 ოქტომბერზე, რომელიც ამისკენ ხალხს მოუწოდებდნენ, აღაგზნებდნენ და მერე შუაგზაზე მიატოვეს ან ციხეში ჩაჯდნენ ერთმანეთის მიყოლებით. მე მგონი ჩვენ ჩვენებს უნდა მივხედოთ ჯერ და მერე უნდა გადავიდეთ საერთაშორისო მასშტაბებზე. ეს ორმაგ სტანდარტებზე აგებული ზოგადად ივანიშვილის პოლიტიკა, რომ ამ შემთხვევაში ითხოვენ პოლიტიკურ განცხადებას და სხვა შემთხვევაში როცა კეთდება ხოლმე პოლიტიკური განცხადებები მათ მიერ ჩადენენ კონკრეტულ სამართლებებზე და დანაშაულებებზე, თუმცა ის არის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. ზოგადად როდესაც ქვეყანაში ერთი წლის მანძილზე ყველა დიქტატორულ დრაკონულ კანონს იღებ, ადამიანებს აწამებ ქუჩაში და არავის არ რჩი, ამის შემდგომ შენი სანდოობა იკლებს და ამიტომაც ყველანაირი ქმედებაზე, მათ შორის ძალადობრივ ესკალაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ბანდას, რომელმაც ერთი წელია ეს ქვეყანა ამ სპირალში შეიყვანა.
გმობს თუ არა ევროკავშირი 4 ოქტომბერს განვითარებულ პროცესებს. ამ კითხვას მმართველი გუნდი არა მხოლოდ სოციალური ქსელებისა თუ მედიასთან გაკეთებული კომენტარებით სვამენ, არამედ დეპუტატთა ნაწილი გეგმავს ორშაბათს ევროკავშირის ელჩს კითხვით, წერილობითაც მიმართოს, რადგან ის, რაც პაվել ჰერჩინსკის ამ დრომდე უთქვამს, ქართული ოცნებისთვის პასუხი არაა. მით უმეტეს რომ აქვთ კითხვები საპროტესტო აქციების, ევროპული ფონდებიდან დაფინანსებასთან დაკავშირებითაც. ხედავთ წლებია უკვე რომ ბიუროკრატიაში უმრავლესობა პოზიციებს ფლობს Deep State, რომლის პირდაპირ მიზანია საქართველოში მეორე ფრონტი LGBT პროპაგანდა და ძალადობრივი აქციები, რომელსაც აფინანსებს. და სამწუხაროდ ბუნებრივი მოცემულობაა, რომ ვერ გააკრიტიკებს 4 ოქტომბრის ძალადობრივ აქციას ევრობიუროკრატია, იმიტომ რომ თავისი დაფინანსებულია. და ეს სირცხვილთან ერთად არის ის კლასიკური მაგალითი, რის შესახებაც ქართულმა საზოგადოებამ ისედაც იცის, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა დაარწმუნდეს იმაში, რომ ჩვენ პარტნიორულ ურთიერთობები უნდა დავიწყოთ ყველა სახელმწიფოსთან და აღარ დავექვემდებაროთ აი იმ ლოზუნგს, რომ მთავარია იყოს ევროკავშირიდან და თუნდაც იყოს არასწორი. ნახე გუშინ ჰერჩინსკის განცხადება და განაცხადა, რომ მე ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას. ეს აბსოლუტურად ფარსი და ტყუილია და ჯერ ერთი ზოგადი განცხადებაა, რას ნიშნავს მე ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას. მე მაქვს კითხვა, კიდევ ერთხელ ვამბობ და განმეორდები, რომ ორშაბათს ვაპირებ გავუგზავნო კითხვა ევროკავშირის საელჩოს და ვკითხო კონკრეტული რამ. ემიჯნება თუ არა ევროკავშირი 4 ოქტომბერს პაატა ბურჭულაძის და მისი თანამზრახველების მიერ პრეზიდენტის სასახლეზე შეტევას, ქართველ სამართალდამცველებზე თავდასხმას, ვანდალიზმს, თბილისში ქუჩების გადაწვას და უამრავი კერძო ბიზნესის დაზიანებას. აი უშუალოდ ამ დანაშაულებს ემიჯნება თუ არა ევროკავშირის ელჩი და ევროკავშირი. აი ამაზე გაქვს ეს პასუხი. გასცემს თუ არა პასუხს ევროკავშირის ელჩი დეპუტატ გიორგი გაბუნიას კითხვას და როგორი იქნება პასუხი სავარაუდოდ მომავალ კვირას გაირკვევა. გაირკვევა ისიც, როგორია ევროკავშირის ელჩის და შესაბამისად ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოს პოზიცია 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით.